მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო, სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინა ბაბულაძე გახლავართ. დეკემბრის ბოლო რიცხვებია. ყველგან იგრძნობა წინა საახალწლო განწყობა. და რასაკვირველია, ახალი წლის მობრძანება ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ. სწორედ ამ განწყობიდან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენი გადაცემაც ეძღვნება თეთრი წყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულ საბავშვო თეატრის ორ პატარა სპექტაკლს, რომლებიც ნორჩმა მსახიობებმა დადგეს თავიანთი თანატოლებისთვის, რათა გულწრფელად მიელოცათ თითოეული ბავშვისთვის დამდეგი შობა ახალი წელი. მინდა გითხრათ, რომ ეს ორი პატარა სპექტაკლი საოცარი თანადგომით, საოცარი სიყვარულით განახორციელეს ბავშვებმა, არა მარტო სამხატვრო ხელმძღვანელისა და დამდგმელი რეჟისორის მონდომებით, არამედ საკუთარი მშობლების მხარდაჭერით. ვერ წარმოიდგენთ, როგორი საოცარი მხარდაჭერა აღმოუჩინეს მშობლებმა თავიანთ შვილებს, პატარა მსახიობებს, დეკორაციების მოწყობაში, ნაძვის ხეების მორთვაში, დროულად რეპეტიციებზე მოსვლაში და ასე შემდეგ. და ეს სპექტაკლებიც ერთობლივი მშობლებისა და ბავშვების საოცარი სიყვარულით დაიდგა. გთავაზობთ ორ პატარა სპექტაკლს სახელწოდებით წითელქუდა და ახალი წლის ზღაპარი. როგორ მოწყნად რა ის მოგერები. ამას უკვე ამდენი გამოცერი ყავს მერტო. ვიცარდა იყოს შევადი. ვაიმე, ჩემი სიკვდილი მიშველეთ ხმეკო, ვაიმე, ვაიმე. შეშინია. კი, მაგრამ გენი ხარ. ვებია. მეგობრობა. მეგობრობა? შეგიდა მეგობრობა. შვენიერია. მოდი ჩიქჩის დაგანებინებ.
განებულები ნათელია. მე დაგეხმარები განსხვავების ხოში. ვარსკვლავი ზაგაგვიდაზე. სანტა გვიხარ შენ სინათლეს უნდა ვიყვეთ. აი თითო სინათლე. სანამგულებში სიკეთრე გექნებათ, მაგამდე არ ჩამხრება. საიწლება მომწევით. ბავშვებო, რას აკეთებთ ასეთ სიმხარეში? ქალმე ჩვენი ნაძვის ხე მოიხდეთ, თხოვთ დაგვეხმარეთ. მე ვიცი სად ინახავს ქალი თქვენს ნაძვის ხეს. ქალი ბოროტყოთ არ დაბადებულა. უბრალოდ ის მარტოობაში ცხოვრობს. მასწავლეთ, ვარსკვლავი, ზაგაგვიდეთ. ძალხმეშია, წავიდეთ. ჩვენი ხედავდიბრუნე. ვერ წაიღებ, ის ჩვენ სიამოვნება. ხარო, სინადი არანაკლები ძალა აუძრე ხარი. შეხედე ბავშვებს. მარტო ხარ და ამიტომ იპარავ სიხარული. ხარო, მოდი ერთად შევწერ. მე უბრალოდ მარტო ვიყავ. და ახლა მანახეთ რომ სიკეთე არსებობს. სიტყვაც არსებობს. აი რა თქვენი ხელი. ასე იწყება ჯადოსნური ახალი წელი. მოიცადეთ, დრომდე შევამოწმოთ. 10 წამი უკრია ახალწლამდე. მოდი ასე ამქა დავითვალოთ. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. გილოცავ შობა ახალწელს.
ადამიანს ორი საკვები უნდა, სულიერი და ფიზიკური. ეს ამ ბავშვებმა ჩვენ სულიერი საკვები მოგცეს. დიდებს უფროსებს გვასწავლეს, რომ სულიერი საკვები ეს არის სულის სინათლე, გულის სიკეთე. ბედნიერება ერთმანეთისთვის უშუალოდ დამატებული სიკეთე. მადლობა თქვენ ყველას. ყველას დიდი მადლობა. თიკო, ბრავო. ცოტა შუაში ჩააყენეთ ჩვენი ნიკა და სანამ თქვენ შთაბეჭდილებებს იტყვით, ნიკა დღეს დაამთავრებს ამ შეხვედრას ძალიან ლამაზი ლექსიით. სულ რომ არ აფერი, სისხლი მაქვს ისეთი, ჯიში მაქვს ისეთი სულსაგი წიოკებს, სამშობლო, არ ხვატებ მტრებისთვის ჯიჯეთი, ბრძოლის ჟინზე ვერ იკლავს ვერაფრით იოკებს, სულ რომ არ აფერი, გული მაქვს იმხილი, წვენა ქრისტიანისთვის რომ მას ანზარებს, ცეკვა მაქვს ისეთი სიმღერა აღადგენ საფლავის ჩადებული აზარებს, სულ რომ არ აფერი, ქალი მყავს ისეთი ჩვილი მყავს 60-ის მარცვალი, როგორ თქვა, ასეთი სამშობლო არ გვაქვს, ასეთი სამშობლო განჭი გაუცვალე, შორს რომ არ წავდი, არ გავსდებ ასიენს, ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი. მე ის მეყოფა, რომ ქვია ქართული.